Ambassador Island ბათუმის პირველი შენობა, რომელიც თავის არსით ისტორიულ მნიშვნელობას ატარებს, როგორც მისი შემქმნელები აღნიშნავენ, მშენებლობის ახალ ეტაპზე გადადის. მრავალფუნქციური კომპლექსი აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, ვერტოდრომს, გასართობ გამაჯანსაღებელ სივრცეებს, ღია და დახურულ აუზს, ფიტნეს ცენტრებს და ბრენდულ ბუტიკურ მაღაზიებს. შენობაში განთავსებული აპარტამენტების ინტერიერის დიზაინზე იტალიურმა კომპანია D63-მა იმუშავა. ხელოვნურ ნახევარკუნძულზე მაღალი შენობის სტრუქტურული სიმყარის და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველსაყოფად საძირკვლის ხიმინჯების სიგრძე 65 მეტრამდეა. სამშენებლო სამუშაოები კი +6 მეტრის ნიშნულზე მიმდინარეობს. ჩასხმულია რკინის ზონის ვერტიკალური საყრდენები და ლიფტის შახტების კედლები. უშუალოდ პირველი სათამბჯენის სამშენებლო მოედანზე საძირკვლის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიის ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად უსწრებს თავდაპირველ გრაფიკს და საინვესტიციო ვალდებულებებს 5 წლის წინ სწრებით ასრულებს. შავ ზღვაში ფორმირებული 48 ჰექტარი მიწის ფართობი ოფიციალურად შევიდა ექსპლუატაციაში. ამჟამად პროექტი აქტიურად გადავადდა ახალ მიწისზედა სამშენებლო სამუშაოებზე.